სასკოლო სივრცეებში გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა საკრებულოს წევრებმა და რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევიდან მიულოცეს. როგორც მათ განაცხადეს, სახელმწიფოს პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერა და განათლების სისტემის გაძლიერება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სოფლებში, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში გამყოფილი ხაზის სოფელში მიულოცეთ სასწავლო წლის დაწყება ბავშვებს. მე სრულიად რეგიონს, სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მინდა მიულოცო იმ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოდგეს ნაბიჯი ცოდნის ტაძარში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის რეგიონისთვის, ასევე სრულიად ჩვენი ქვეყნისთვის განათლება, განვითარება, მომავალების წინსვლა და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ხელშეწყობა ჰქონდეთ ჩვენ ახალგაზრდებს და მომავალს. მოგესალმება ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითადი საწინდარი და საფუძველი გახლავთ განათლება და უსურვებ თითოეულ მათგანს, რომ წარმატებული წელი ქონოდეთ და რა თქმა უნდა მინდა მე მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შრომობენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენ პატარებს უფრო მეტი განათლება ქონდეთ, უფრო მეტად წარმატებულები გაეზარდოთ და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ხელისუფლებასაც პრიორიტეტად ერთ-ერთი განათლება აქვს არჩეული. ასე რომ წარმატებას უსურვებ და ყველაფერს ავუკეთებ. პირველკლასელებს მიულოცავთ დღევანდელ დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი სოფლისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გამყოფი ხაზის პირა სოფელში ვართ. მნიშვნელოვანია უფრო ბავშვების განვითარება, ხელშეწყობა, როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, ისე ბავშვების აღზრდა განათლების მხრივ.